ქრისტიანმა იცის, რომ ამ სოფელში ჩვენ არ ვუყვარვართ. ოღონ ამ სოფელში მეზობელს კი არ გულისხმობს. ამ სოფელში გულისხმობს ამ სოფლის სულს, რომელიც ჩემში შინაგანად მე თვითონ მებრძვის. ეშმაკთან წილნაყარს, დაცემულ ბუნებასთან თანამშრომელ ამ სოფლის სულს, რომელიც აი სამი ჩემი დაცემული ბუნება თავისი მიდრეკილებებით, უკეთური ნებით, ეშმაკის ნება ასევე და ეს ყველაფერი ერთმანეთთან ესე შეზავებული და გავრცელებული უკვე ფესვებ გამდგარი ეს ყველაფერი ამ სამყაროში და ეს ყველაფერი ერთად შეკრული ისევ ჩემს გადაწყვეტილებას ვიყო ქრისტესთან ამასთან იბრძვის. და უნდა ვიცოდეთ, რომ ამასოფლის სულს ძულს ქრისტე, იმიტომ რომ ქრისტე ღმერთი რომ მოვიდა, განაგდო თავისი ცხოვრების ყოფის ცენტრიდან, ანუ იერუსალიმიდან განაგდო შორს გალავნის გარეთ და მოიძულა ასე ამგვარად და მოკლა. და ამას აკეთებს დღემდე ებრძვის ჭეშმარიტ ქრისტიანობას ყოველთვის ამასოფლის სული. და თუ შენ ქრისტიანი ხარ, აუცილებლად იგრძნობ ამ წნეხს. ეკლესია თუ ჭეშმარიტად ქრისტეს ერთგულებით ცხოვრობს, აუცილებლად იგრძნობს ამ წნეხს და თუ ერი ქრისტიანულად ცხოვრობს, ეს ერიც აუცილებლად იგრძნობს ამ წნეხს. ან ცხოვრობს ქრისტიანულად, ან პოტენციაში აქვს ის, რომ შეუძლია იცხოვროს. გესმით, ესეც არის, ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენ ახლა არ ვარგივართ როგორც ქრისტიანები, მაგრამ რისი იმედი გვაქვს და რატო გვებრძვის მაინც ეშმაკი, ხო? იმიტომ კი არა, რომ კარგები ვარ და გრიგოლ ხანძთელის დონეზე ვარ, ან იოსების სიკასტის და არამედ იმიტომ, რომ ღმერთი ხედავს პოტენციაში ჩვენ შეიძლება ვიყოთ კარგები, ჩვენ შეიძლება მართლა შევიყვაროთ ქრისტე იესო ქრისტე და ამიტომ გვერდვის, ამიტომ შენ შეიძლება ჯერ არ ახარ რეალიზებული ღვთისშვილი, მაგრამ მაინც გებრძოდეს. ანუ ცოდვებში იყო და მაინც გებრძოდეს, იმიტომ რომ ეშმაკი ხედავს პოტენციას, რომელიც შენში არსებობს, ღვთისაგან ჩადებული.